ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 29 აპრილს მიჩიგანის შტატში პრეზიდენტობის მე-100 დღე აღნიშნა. თუმცა მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მან უმეტესი დრო 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებულ განცხადებებსა და წარსულ წყენებზე საუბარს დაუთმო. დონალდ ტრამპმა ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეურაცხყოფა მიაყენა. ჩვენ დავასრულეთ ჯო ბაიდენის კრიმინალური ოჯახი და თავად ბაიდენიც, რადგან ის კორუმპირებულია. აგვძალე ყველა სამთავრობო ცენზურა და ამერიკაში სიტყვის თავისუფლება აღვადგინე. ჩვენ გვაქვს სიტყვის თავისუფლება, რომელიც არ გვქონდა. დავასრულე ყველა უკანონო, ეგრეთ წოდებული მრავალფეროვნება, თანასწორობა, ინკლუზიურობა და სხვა სისულელეების საჯარო სამსახურებსა და კერძო სექტორში. შემოვიღე პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრავს, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, ქალი და მამაკაცი. ყველაზე მარტივი კი ის იყო, რომ მამაკაცებს ქალთა სპორტში ასპარეზობა აუგზალე. სიტყვით გამოსვლისას მან შეძახილებით მიმართა თავდაცვის მდივან პიტ ჰექსეტსა და ილონ მასკს. მათ შესახებ საუბრისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისინი დიდებული ამერიკელები არიან და ქვეყანა ძალიან უყვართ. შეერთებული შტატების პრეზიდენტის შესახებ ისაუბრეს მისმა მხარდამჭერებმაც. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საგარეო პოლიტიკასა და შეერთებული შტატების როლს მსოფლიოში უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მადლობელი ვართ პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მიერ გატარებული ეკონომიკური და საშინაო პოლიტიკის გამო, მაგრამ როდესაც საქმე საგარეო პოლიტიკასა და ადამიანების სიცოცხლეს ეხება, ვფიქრობ, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია და ადმინისტრაციამ უნდა აღიაროს ის გავლენა, რომელიც ჩვენ გვაქვს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში. მხარდამჭერებმა ისაუბრეს პრეზიდენტის პიროვნულ თვისებებზეც. მათი აზრით, დონალდ ტრამპს საჯაროდ მეტი თავმდაბლობა მართებს. სიტყვით დასასრულს დონალდ ტრამპმა ტრადიციულად აღნიშნა, რომ ამერიკის ოქროს ხანას შექმნის და ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტს.